საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი სიყვარულით, პატივისცემით. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მოვიკითხო ჩემი ემიგრანტი მეგობრები და ნებისმიერი ემიგრანტი, რომელიც საქართველოდან შორს არის და ისე არ უღამდება და უთენდება სამშობლოზე, რომ არ ეფიქრებოდეს. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გოგონა ქალბატონი, სალომე გოგოლაძე, რომელიც საქართველოში სტუმრად არის, სამშობლოში სტუმრად არის ემიგრაციიდან. როგორც ყველა ჩვენი ქართველი ემიგრანტი, ეს გოგონაც აი ამ ემიგრანტის ხვედრს იზიარებს, გვინდა არ გვინდა ეს მოცემულ რეალობაში ასე ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი ეს ახალი არ არის და ყველა მიცის, რომ ოჯახებიდან შორს წასულები არიან და დღევანდელი ჩემი ძვირფასი სტუმრადაა სამშობლოში. მოგესალმები. მოგესალმები ქალბატონო ციცი. ღრმისი მადლობა თქვენს გადაცემაში მოწვევისათვის. მივესალმები ჩემს მაყურებელს, ემიგრანტებს, სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მათ. მოკლედ ძალიან ვღელავ ხოლმე, როდესაც აი ასეთი გადაცემები მაქვს ამ სახის, რაც ეხება ემიგრაციას. თუ გახსოვს, სალომე, შარშან იყო მგონი, ხო? ჩვენ შარშან ჩამობძანებული იყო სალომე ასევე სტუმრად საქართველოში და ჩვენ მე რა თქმა უნდა ვიხელთე და მოვიხელთე და დავპატიჟე გადაცემაში და ამჯერადაც მოვიხელთე და დავპატიჟე გადაცემაში. აი რა ვქნა, მე ამ ფორმით მინდა მოვეფერო ნებისმიერ ემიგრანტს, ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა შენ ამისათვის, რომ ყურადღების გარეშე ავგვტოვებ. გაიხარე, გენაცვალე, გაიხარე. ხო და აი რა მაინტერესებს, იცი? იქიდან რომ მოდიხარ, რა თქმა უნდა, გიხარია, ერთი სული გაქვს, როდის ჩახვალ საქართველოში, შენ სამშობლოში, როდის მოინახულებ შენიანებს, როდის ჩაეხუტები. კი ბატონო, ეს გაიოლებული ფორმა გვაქვს ახლა ამ Skype-ით და ვიდეო ზარებით და ამბებით უყურებთ და ვესაუბრებით, მაგრამ აი ჩახუტება და ურთიერთობა და აი შენი სახლის სუნი, შენიანების გულისცემა სულ სხვა რამეა, ხო? ხო და აი რა დაგხვდა რომ ჩამოხვედი საქართველოში. აი შარშან იყავი და წელს ჩამოხვედი, თითქმის ერთი წელი გავიდა, ხო? ხო. აი რა დაგხვდა? რამე ისეთი განსაკუთრებული ხო არ შეგიმჩნევია ზოგადად ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, ადამიანებისთვის, აი რამე ისეთი თუ შეამჩნიე. ამ ერთ წელიწადში ხა დიდი სხვაობა არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უფრო ხასგასმით აღნიშნავდი ჩემს წინა ემოციებს და პარალელს გავავლობ. კი ბატონო, გავავლოთ პარალელები. შარშან ვიყავი, 11 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში, ანუ ემიგრაციიდან, მაშინ არ მქონდა მისი შესაძლებლობა, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული პროცედურებია ეს ჩვენთვის ეს საბუთების მოგვარების თემა. ემიგრანტები გამიგებენ და მიხვდებიან, რასაც გულისხმობ. ხო, რა დამხვდა ძალიან სახეშეცვლილი ჩვენი დედაქალაქი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრი მშენებლობები, რაც საკმაოდ თვალშისაცემია. ანუ გაუცხოებული შეიძლება ითქვას ჩემს ქვეყანაში ცოტა უცხოდ გრძნობდი თავს იმ მიზნით, რომ ვერ ვგებულობდი და გზას ვერ ვიგნებდი სრული ამ სიტყვის. აი ეხლაც გამიჭირდა სხვათა შორის აქ მოსვლა, რომ არ ვიცი აი ეს ყველაფერი. ხო და აი ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და მოზღვავებულ მშენებლობებს, ერთი მხრივ მივესალმები იმას, რომ ყველას უნდა დედაქალაქში სახლი შეძენა, მაგრამ ცოტა არ იყოს დარღვეულია თვითონ ეს სტრუქტურა და დარღვეულია თვითონ ქალაქის განაშენიანების გეგმა, რომ საზღვარგარეთ ესე არ არის. მინდა გითხრათ, იქ უფრო დიდი ადგილი სივრცეს ეთმობა, გამწვანებას ეთმობა
და ასე შემდეგ და კარგი იქნებოდა რომ ჩვენი ხელისუფლებაც ამ კუთხით მიაქცევდეს ყურადღებას. იმედია, ნამდვილად. ძალიან თვალშისაცემია მართლა არ არის ადგილი ფაქტიურად რომ სახლი არ შენდებოდეს. კარგია სახლი რომ შენდება, ცუდი არ არის, მაგრამ გასაგები. ნამდვილად გეთანხმები სალომე, ნამდვილად ჩემო კარგო. ახალი არაფერი არ მithქვამს, მე მგონი ეს ყველა. რა თქმა უნდა, ყველას გულისკივია ნამდვილად, იმიტომ რომ კიდევ რაც შევამჩნი ეს კატასტროფულად აი ეს მინდოდა გეთქვა. გაზრდილი ფასები, რომელიც არა, ევროპას არ უტოლდება. სიფერადე ქუჩაში, სიფერადე ადამიანების ეს ძალიან ბევრი უცხოელი შემოდინება და შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის და მინდა აღნიშნო ერთი რამ, ჩვენც ვართ უცხოელები, კი ბატონო, ემიგრაციაში, ჩვენც მუშაობთ იქ და ჩვენ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ არც ერთი უცხო ქვეყანა არ გვაძლევს ჩვენ იმ უფლებებს, რა უფლებებიც აქვს აქ ჩვენს სამშობლოში ემიგრანტებს. ჩვენ ვაკეთებ ჩვენ საქმეს იქ ძალიან მოკრძალებულად, კი გვაქვს ჩვენი უფლებები იქ, რომ თავი დავიცვათ, მაგრამ იმის იქით ჩვენ უცხო ქვეყნის ხელისუფლება არ გვაძლევს არანაირ უფლებას, რომ აი მაგალითად მე იტალიაში ვიმყოფები და იტალიელზე მეტი პრიორიტეტი მქონდეს, იტალიელზე მეტი უფლება მქონდეს და ასე შემდეგ და რაღაცნაირად მე მგონი პირველ ადგილზე ჩვენს ქვეყანაში ქართველები უნდა ვიყოთ და მე სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, ნამდვილად 100-ია წესი, 100-ია. სტუმრი წინა გადაცემაშიც ვახსენე მე სხვა გადაცემა იყო, მაგრამ რაღაცა მოიტანა იმან და საუბრის დროს და ვახსენე რომ ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ქვეყანა, მაგრამ სტუმარი გამიგია მობძანდი და წაბძანდი, ხო? რატო უნდა იყიდოს ვიღაცამ ჩემი ქალაქის კუთხე, კი არა და მთელი კორპუსებს ყიდულობენ და მიწებს ყიდულობენ ჰექტრები, 1000 ჰექტრები. გარკვეული პირობებით შეიძლება, კი ბატონო, მოვიდეს, მაგრამ საკუთრებაში და მუდმივად ჩვენ ძალიან მცირე ერი ვართ, იმდენად მცირე რიცხოვანი ერი ვართ, რომ არა გვაქვს ის ფუფუნება, რომ ხელგაშლით შევხვდეთ უცხოელს და მოდი და კი ბატონო, როგორც გინდა ისე გამოიყენე ჩემი ქვეყანა და ასე შემდეგ და ძალიან მტკივნეული ფაქტია ეს ჩვენთვის ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვენატრება საქართველოში ჩამოსვლა, აქ მოღვაწეობა, აქ შრომა არანაირი პირობა არ არის, არავინ არ თქვას ეხლა რომ ემიგრანტებისთვის რაღაცა განსაკუთრებული პროექტები და ისინი კეთდება, არაფერი არ კეთდება. აი დღესვე რომ იყოს ამის შესაძლებლობა, რომ მე ჩემს ქვეყანაში ვიმუშაო და ვიშრომო ნორმალურად და მქონდეს იმისი საშუალება, რომ აქ იარსებო, არანაირი დიდი სურვილი არ მაქვს, მე წავიდე უცხო ქვეყანაში და ის საქმე ვაკეთო, რაც არ უნდა ვაკეთო წესით და რიგით. მოკლედ აი ეს მინდა რომ მოკლედ ჩემი სალომე გახლავთ ძალიან ნიჭიერი გოგონა, უნიჭიერესი გოგონა, აგერ წარმოდგენილია მისი 3 წიგნი, ესენია ბოთლში დამწყდეული წერილები, ეს პროზაა თუ პოეზია? პროზა. დედა სახლში არ არის, ეს არის ამ წიგნზე ვისაუბრებ მე. კი ბატონო, ეს ნაკრები და ეს არის ჩემს ამბავს წეროები მოგიყვებიან, რა საყვარელი სათაურები აქვს, პოეზია, კი ბატონო. სალომე, მოდი წავიკითხოთ ამოარჩიე შენ რომელიც გინდა და წავიკითხოთ. მოგახსენებთ ამ წიგნების შესახებ. კი ბატონო. ეს წიგნი არის პოეზია, რომელიც ბოლოს გამოვეცი, გამოცემება კალმოსანში, ხვიჩა ყალაბეგაშვილთან. მთლიანად ჩემი ბოლო რამდენიმე მადლობა ხვიჩას, მეც ძალიან ხშირად მიწევს თანამშრომლობა და უაღრესად პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ავტორს, თითოეულ წიგნს და ძალიან კომფორტულია მასთან ურთიერთობა, ძალიან კომფორტულია და მე მინდა წარმატებები ვუსურვო მის საქმიანობაში და რა ვიცი, აბოლების სიმდელი ჩემი პოეზია არის ამ წიგნში. ეს დედა სახლში არ არის, აქ ერთი მოთხრობა
ჩემი შესული, მაგრამ ჩემი ინიციატივით შევკრიბე მოკლედ ემიგრანტთა ნაწარმოებები მიგრძნობათ. რა საინტერესოა, ესე იგი ეს არის განსაკუთრებული პროექტი და ამაში არის მოთავსებული თავმოყრილი სხვადასხვა ემიგრანტის შემოქმედება, კი ბატონო, ემიგრანტების შემოქმედება და მათ შორის შენიც. კი ბატონო, კი. ეს წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა საუნჯეში ბატონო ვაჟა წოწკოლაურთან. პრეზენტაციაც ჰქონდა ჩვენ იტალიაში სხვათა შორის ამ წიგნში და სხვათა შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ემიგრანტი აღმოვაჩინე, როდესაც მე ვეძებდი ამ წიგნისთვის რესპონდენტებს, კი ბატონო. წიგნისთვის შემოქმედ ადამიანებს რესპონდენტებს. ხო, ეს სხვა თემა და დიდი მტკივნეული თემა, რაც შეეხება სათაურს დედასახლში არ არის ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის სათაური, რომელიც შარშან გამარჯვებული იყო ეს მოთხრობა ივანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსზე და ზოინანიშვილის, კი ბატონო. კი ბატონო. რა მაინტერესებს ახლა ერთი შეკითხვა დამებადა შენთან სალომე გენაცვალე. ამდენი, შენი სიტუაცია იცი, შენ იცი ყოველი დღე შენი ემიგრანტის ცხოვრების თითოეული დღე, ხო? საემიგრაციო ცხოვრების უბრალოდ და როდესაც შენ ამდენი შეკრიბე და ამდენი წაიკითხე, ხო წარმოგიდგენია რამდენი ადამიანის ტკივილი მიიღე შენ, ხო? რამდენად რა დაგრჩა ამ კრებულის მერე, რამე ისეთი იფიქრე, რომ რაღაცა ხო ადამიანურად, რომ ამდენი დედა წამოსულია საქართველოდან, ამდენი ადამიანი წამოსულია საქართველოდან, ღირს კი ამ ტკივილებად და ამ კი მესმის ყველას კი ბატონო იქიდან უზრუნველყოფილი არიან ოჯახები, მაგრამ მე მგონი იმ ხელა ტკივილებია ალბათ ეჩვევიან თუ რა არავითარ შემთხვევაში ამის შეჩვევა არანაირად არ შეიძლება, რაც დრო გადის, მით უფრო ღრმავდება და ხმავდება ეს პრობლემა და ზუსტად ეს სათაური დედასახლში არ არის, ძალიან ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. ზუსტად მიესადაგება იმ ყველაფერს, რომ როცა დედასახლში არ არის, ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს. არა მარტო ის, რომ ჩვენ გვაქვს ნოსტალგია, მონატრება ჩვენი შვილების, ჩვენი სამშობლოში. სიტყვა არ აქვთ ბავშვებს დედის. ანუ დედის არ ყოფნა ბევრ სხვა რაღაცას იწვევს შემდეგ გაუცხოვებას თვითონ მშობელთან, გაუცხოვებას რაც შეეხება სალომე, მე არაერთისგან გამიგია, რომ მყავს მე მეგობრებში ვიღაცა ისეთი ადამიანები, ემიგრაციაში რო არიან და მიმიწერია, რომ რატო არ ჩამოდიხარ კი, მაგრამ საბუთები არ გაქვს მეთქი, რომ ჩამოხვიყო. როგორ არა ყველაფერი წესრიგში მაქვსო და აბა რატო 40 წელი რო იქ არის ადამიანი, ხო უნდოდეს რომ დაბრუნდეს და სახში თავისი მოხუცებულობის წლები სახში საკუთარ ქვეყანაში გაატაროს. ის ბოლო წლები მაინც ხო მერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დიდხანს ამყოფოს. ერთმა ასეთი რაღაც მითხრა, რომ ჩემი შვილებისთვის ზედმეტი ვიყავი, რომ ჩამოვედიო. იცით რა, ესეთი შეგრძნებებით ებადება თქვენ წარმოედგინეთ ემიგრანტებს. და გაოცებული ვიყავი. ალბათ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. მე ვამბობ, რომ ის ოჯახის წევრებიც ეჩვევიან იმას, რომ დედა არის მხოლოდ იმისთვის საზღვარგარეთ, რომ ფული გამოუგზავნოს და რაღაცნაირად დამოკიდებულები ხდებიან მერე და ეს დედებიც მიძულებულნი არიან, რომ რაღაცნაირად არჩინონ აქედან. მე ღმერთს მადლობა არ მაქვს ეს სიტუაცია, ჩემი მისია მქონდა. ასე თუ ისე შევასრულეს ჩემი მისია, რაზეც ვიყავი წასული. ჩემ შვილებს არ ჭირდებათ ახლა ის, რომ მე აქედან ლუკმაპურის თანხა ვუგზავნო, მაგრამ არიან ოჯახები, რომ ნამდვილად ესე ცხოვრობენ და ელოდებიან იმ დედის გამოგზავნილ ფულს და თუნდაც მშობლები და ასე შემდეგ, რომ დამოკიდებულნი ხდებიან იმ ემიგრანტის გამოგზავნილ თანხაზე. სამწუხაროდ ეს რეალობა არაფერს ახალს არ ვამბობ, ემიგრანტები მიხვდებიან. ძალიან რთულია. რომ მოვდიოდი გზაში, მე შემხვდა რამდენიმე ქალბატონი, ერთი იყო 75 წლის.
75 წლის ქალი 20 წლის შემდეგ ბრუნდებოდა ემიგრაციიდან საქართველოში და ამბობდა, რომ იმედია ჩემი ეს დაბრუნება საქართველოში იქნება საბოლოო და მე არ მექნება იმისი იძულება, რომ ისე წავიდე ემიგრაციაში ეს. დედა მოსასწაული რა. ხანაერიერი ვართ მოკლედ ციცი. არც ერთი უცხოელი დედა ამხელა ტვირთს არ აიღებს და თავისი ოჯახის წევრებისთვის, ქრისთვის, შვილებისთვის. მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული თემა. ჩემო კარგო, ეს თემა დავტოვოთ, თუმცა ამ თემაზე საუბარი ძალიან ჩემ მაყურებელს ძალიან ალბათ დაღლის კი არა და დაამძიმებს უფრო სწორად, რისთვისაც განსაკუთრებულად მოგიწვია, მე მინდა შენი შემოქმედების გარშემო ვისაუბროთ. წავიკითხოთ ერთი ლექსით დავიწყოთ შენ შემოქმედებაზე საუბარი. წავიკითხოთ ჩემი რომელიმე ლექსით დავიწყოთ, კი ბატონო. შემხვდება. რომელიც შეხვდება. რამდენიმეს წავიკითხავთ, მაგრამ დავიწყოთ ჯერ ერთი წავიკითხოთ და შემდეგ მერე. აი ემიგრაციაზე შემხვდა რა ვქნა, ვერ უბრალოდ ამ თემას გვერდს ვთქვათ. ძალიან ღრმა თემაა ემიგრაცია, მოკლედ ეს ერთი შეხედვით შეიძლება ურთულესი თემაა. ახსნა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ დრო რო გავა ეს თავისთავად ეს შრეები და სიღრმეები გამოჩნდება, ვინ ვართ ემიგრანტები და რამხელა ტვირთი გვაქვს აღებული. ეს ლექსი ესე ამოძახილია ემიგრანტის რომ იტყვიან. აბა გისმენთ. რა იქნებოდა დანარჩენი? იქნებ ეს არის განაჩენი. იქნებ ჯოჯოხეთს გადავრჩებით, რადგანაც უკვე ვნახეთ. ეს ღამეები გატეხილი, ჩემი ცხოვრების ქარტეხილი წვიმით ნაწერი კატეხიზმო ხეებს, შრიალით არხევს. ქუჩაში შიშველ მეძავივით იხდის აგვისტო უკანასკნელ ფოთლის დახეულ კაბას. ხანდახან სევდა მეძალება. აღარ დამთავრდა ეს წამებაც ვზივარდა ლექსებს ვლამბავთ ჩვენ ვართ გადაჭრილ თოკებივით ჩვენ ვართ გადახსნილ ძარღვებივით ჩვენ ვართ დაკარგულ ნავებივით გზაბნეული მგზავნი იქნებდა ვინმემ გაგვიხსენოს იქნებდა ვინმემ დაგვიძახოს დროა დაბრუნდეთ სახლში. ой მე დედა არაჩვეულებრივია. კარგი გოგო ხარ, სალამე, ძალიან ნიჭიერი. ისეთი ძალიან ისეთი ფართო აზროვნების და ხედვების ადამიანი, შემოქმედი უბრალოდ. მადლობა. და რა მაინტერესებს შენ ერთდროულად მუშაობ პროზაშიც და პოეზიაშიც. პროზით დაიწყე და მერე პოეზიაში გადახვედი თუ ორივეთი ერთდროულად დაიწყე თუ იცით რა, იმდენი ხანია მე ვწერ რომ ვერ ვიტყვი, არ მახსენდება რომ ვიტყვი. ანუ ესე იგი ერთად დაიწყე პროზაც და პოეზია. პოეზიით დავიწყე როგორც მახსოვს. მე პირველი ლექსი ძალიან პატარა ასაკში დავწერე. კალამს ვერც კი ვიმორჩილებდი ხელში, რომ მაშინ დავიწყე წერა. ანუ ბაბუის ნიჭი გამომყვა. გენეტიკური ნიჭი. ბაბუა? ბარემ ვთქვათ ბაბუა დედის მამის, მოკლედ ნიჭი მაქვს მე და წერდა ესე. ხო, ბაბუა წერდა, ის წერდა თავისებურად ეხლა გლეხული ენით. მაგრამ წერდა, შემოქმედი ადამიანი. კი ბატონო, შემოქმედი ადამიანი შემოქმედი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი ლექსი სხვათაშორის მიწყვნილი მაქვს ამ პიროვნებისადმი, იმიტომ რომ დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში ამ ადამიანმა. ხო, დედას მივუძღვენი, შემდეგ უკვე პარალელურად პროზა უფრო მოგვიანებით დავიწყე, სიმართლე რო გითხრა. თავიდან ახლა ეს ლექსი იცით როგორც იწერება შემოქმედმა ადამიანებმა, ერთი ამოძახილია, ერთი ამოხედქვა არის და პროზას ძალიან სერიოზული მუშაობა ჭირდება. ნამდვილად მე პროზაიკოსი ვარ და ვიცი ესე ადვილად დასაწერი თემა და რომ პროზასაც შევეჭიდე, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე თავიდან ასე ვთქვათ, როგორც პროზაიკოსი, ისე გამიცნო საზოგადოება. ეს იყო ბატონი ზაურ ნაჭყებიას დამსახურება, რამდენიმე წლის წინ ტარდებოდა ემიგრანტებისთვის კონკურსი. ანუ ეძებდნენ ესე ნიჭიერ ემიგრანტებს და იმ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. რა ერქვა კონკურსს, ბარემ თქვა? ემიგრანტის წერილი ასე ერქვა და წლების მიხედვით არის დათარიღებული ემიგრანტის წერილი 2000
2017 კი, ვიცი ეს კონკურსი მე 2016 რამდენიმე წელი ტარდებოდა ეს კონკურსი. რუსუდან გოგბერაშვილი ქალბატონი რუსუდან ჩვენი ძალიან ყოფილი ემიგრანტი კი ბატონო ძალიან ახლობელი ქალბატონის უნიჭიერესი თავად ქალბატონის რომელიც ნამდვილად ყოფილი ემიგრანტია და აი ემიგრაციაში ყოფი სხვა ქართველების შემოქმედება როგორც ჩვენ აი ახლა შეკრიბე ქონდა ასე მახსოვს მე ერთ-ერთი კი ხოთე შორს ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა ეს პროექტი ბევრი ნიჭიერი ემიგრანტი წამოსწია და აღმოჩენა რა მე აქაც ამ საქმეს ვეწეოდი მაგრამ ემიგრაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ აი ვიღაცა შენ მოგაქცევს ყურადღებას ვიღაცა ხაზგასმით აღნიშნავს შენ პიროვნებას ძალიან ბევრ რაღაცა შეეხმარება ემიგრანტებს ეს мотиваციაში გადარჩენაში სულიერად განვითარებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სალომე ჩემო კარგო აი შენ ხარ რამდენი წელია უკვე ემიგრაციაში? 13 წელია რაც უკვე ემიგრაციაში ვარ. არ არის ცოტა. ძალიან დიდი დროა. არ არის ცოტა და მე რა ვიცი, კაცო, მე თუ არ დამაჭირო, მე თუ არავინ არის ის ვის რა ელოდება წინ, მაგრამ აი მე თუ კი როდისმე კი არა და როცა ყოფილ ვარ საზღვრებს გარეთ, ხო? ტურისტულად რაღაცა ერთი სული მაქვს ხოლმე დაუბრუნდე და აი მე წარმომიდგენია რამხელა წნეხის ქვეშ ხართ რაღაცა იმ სულიერი წნეხის აი ამ ნოსტალგია იგულისხმება ამაში მონატრება ყველაფერი უსამშობლოობა მე არ ვიცი ეს 13 წელი კი არა და ხალხი 40 წელი და 45 წელი და რა ვიცი რამდენი წლები არიანი საშინელება ხო ანუ რა მაინტერესებდა აი რა გახდა შენთვის რამდენად ნაყოფიერია შენთვის ემიგრაცია იმ თვალსაზრისით რომ აი ეს განცდები შენ შინაგანი განცდები სამშობლოსგან შორს ყოფი ადამიანის სულში რაც ტრიალებს რომ უფრო მეტი სიმძაფრით გაწერინებდეს რაღაცეებს. რა თქმა უნდა, ხანდახან ვიტყვი ხოლმე და ჩემ თავს ვეუბნები, რომ ჩემი ემიგრაციაში ყოფნა არ არის შემთხვევითი. ალბათ ეს ყველაფერი მე ჩემ თავზე უნდა გამომეცადა, რომ აი რომ ვიტყვიან გამეგო ეს თითოეული ემიგრანტის შეგრძნება, სულიერი ტკივილი და ეს ყველაფერი შემდეგ გადმომეტანა ჩემს ნაწერებში და ჩემს შემოქმედებაში. მინდა გითხრათ, რომ ემიგრაციაში ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო წერა. ალბათ ეს გადარჩენა ხო, თვით გადარჩენის ხო, ეს სულიერად თვით გადარჩენის ინსტინქტი აწერინებს. ფურცელთან ურთიერთობა ანუ შენი სული გადმოგაქა ეს ტკივილები, აი ეს მონატრება და ყველაფერი, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია, გაწერინებს, ხო, აი იმ რაღაცებს. და მე როცა ვკითხულობ ემიგრანტების ნაწერებს და არაერთი წამიკითხავს და მათ შორის შენიც, სალომე, აი იქ რაღაცა ძალიან განსხვავებული აი სიმძაფრეა რა ის ექსპრესია აი ის სულის ის ბსიბობოქრე რომ რაღაცა მიზეზების გამო ხარ შენ სამშობლოდან ძალიან შორს ასე ერთი სიტყვით ვერანაირად ვერ აღწერ ახლა მე იმ ყველაფერს რასაც ემიგრანტი განიცდის სამშობლოდან შორს არც მინდა მართლაც ჩემი მკითხველი რომ დავამძიმო მაგრამ ეს არის ურთულესი გზა ურთულესი მიზნით რომ ჯერ ერთი ფსიქოლოგიურად უნდა იყო იმდენად ძლიერი რომ შენ თავი გადაარჩინო იფიქრო იქ ყველა ადამიანზე შენი ოჯახის წევრებზე შენ თავზე აი ემიგრაციას ხშირად ვადარებ ხოლმე ესე გავვალ ტყეს სადაც ყოველთვის რაღაცის გადალახვა გიწევს რაღაცა პრობლემის მოგვარება გიწევს და ამ დროს უნდა იყოს სრულიად მშვიდი და ის საქმე შეასრულო და ის იმ ტყავში უნდა იყო რომელიც საერთოდ შენი არ არის საერთოდ შენ სხვა ადამიანი ხარ იქ სხვანაირად გიყურებენ ნუ ახლა ზოგიერთს უმართლებს ნუ იშვიათი შემთხვევაა რომ ესეთი კეთილგანწყობილი ოჯახებიც ხდებიან და ხდება სასწაულებიც ემიგრაციაში ახლა გისმენ ჩემო კარგო და ეს შენი ხმაში თრთოლვა
ძალიან მეხება და თუ ცოტა არ შევცვალეთ, გადავედით სხვა მიმართულებით, შეიძლება მე ვიტირო ახლა და ამიტომ ერთი ლექსი წავიკითხოთ. კი ბატონო, ახლა ცოტა ისეთ ლექსს მოგიწევი. ოი, არ შემილია. სანამ შენ მოძებნი, მე მინდა ყველა ემიგრანტს მოვეფერო კიდევ ერთხელ, მოვიკითხო დიდი სიყვარულით, ჩემი საყვარელი გოგოები. გისმენ. აი ერთი საინტერესო ლექსი შემოხდა, ამ ლექსს ქვია ხვედრი და ეხება ყველა შემოქმედ ადამიანს ალბათ. მე ვთქვი ალბათ თავშიც რომ ძალიან ბევრმა დაიწყო წერა ემიგრაციაში, მაგრამ შექმნა ნამდვილი ხელოვნება და ნამდვილი ლიტერატურა ეს არ არის სამწუხაროდ თითოეულის ხვედრია, თითოეულის წილია. ფიქრობ რომ ეს უკვე კიდე ცალკე თემაა, კი ბატონო, ეს ცალკე თემაა, რამდენად ღირებული რაღაცები იქნება. მე არ ვიცი ახლა რამდენად ღირებულია ჩემი შემოქმედება, მაგრამ თვითშეფასების უნარი გამაჩნია, ასე ვთქვათ, კარგი და ცუდი რა არის. ეს ლექსი ზუსტად აი ამ თემას ეხება. დღეს პოეზია იაფი მეძავივით გახთილია. არც ყდემა აქვს და არც სირცხვილი. წერა ისეთი ადვილია, როგორც ჭამა, ანუ როგორც სიცილი. დამსხვრეულ ჩარჩოს გვანან ლექსები, გადღაბნილ სურათს ან და ნატურმორტს. არ იწერება ლექსის შემთხვევით, მაგრამ შეხვდებით პოეტს ნატურით. ზოგსაც პოეტი ლოთი ჰგონია ჭიქაღვინზე და წერს ლექსებს. პოეტი ლექსის ანტიგონია, პოეტი ლექსის გარეშე ვერ ძლებს. პოეტს რად უნდა სახლი ან კარი, მას ხეტიალი უფრო უხდება, ხალხს მეტად უყვარს პოეტი მკვდარი, როცა ის ზეცას დაუბრუნდება. გალაქტიონი გენია იყო. ცრიან ბალახზე თუ ფეხში შოლა არ გაიარე პატარა ბიჭო. შენ რას გაიგებ რა მამული, მაგრამ წირ სოფელს ქალაქი გიჯობს, ქალაქი წვიმით გადანამული, ქალაქი სადაც პოეტებს კლავენ, ქალაქი სადაც ქალაქი ის რომელიც ატყოვებს აქ შეცდომით არა. ქალაქი ის რაც ატყოვებს ბალახს, გალაქტიონი არ იყო მთვრალი. ის სიყვარულმა გახადა ავად. ერთ ლამაზ დილას შეშლილ სამყაროს, როცა ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა, ფანჯრის მორღვეულ კიჩოზე დადგა ლექსის სული რომ გადაერჩინა. ვინ ინატრებდა სიკვდის უკეთეს, ცოცხლებსაც შურდათ მკვდარი პოეტის, მას დამსხვრეული ქონდა მუხლები და ფრთებს ეძებდნენ, თანატოლები ოხრა სასტიკი გახდა ცხოვრება, ტოვებენ მიწას, სადღაც გარბიან, მე კიდევ დიდხანს მემახსოვრება გენიოსების მთელი არმია, ალბათ იქ ცაში, ღმერთის კრებაზე გამოიძახეს რიგის მიხედვით, აქ ქილიკობენ გასვენებაზე, ლომებს თელავენ ვითომ წიხლებით. არაფერია ისი ადვილი. ბრბო მოატყუო ლექსის ულუფით. მაგრამ სადაა ლექსის ბარძიმი, მაგრამ სადღაა ბრძენი ურუქი, დღეს ყველაფერი გაყიდულია, სულიც, ცხეულიც, ფილტვიც, ოცნებაც. მონაგონია ახლა, ურია, 30 ვერცხლით ვინ გაოცდება და დგას პოეტი მშიერ ქალაქში, როგორც უფალი შიშველ სხეულით, როცა პოეტებს ვუხდით პანაშვიც, ცატირის ტიტრებს ჩამოხეული. დედა რა კაი გოგო ხარ, არაჩვეულებრივი. ეხლა ეს შენი პოეზია იმის გარდა რომ ესე სასიამოვნოთ მოსასმენია და სასიამოვნოთ რჩება მოსმენის შემდეგ, სასიამოვნო განცდა კარგი ლექსის კიდე ლექსს მარტო ის ხო არ არის რომ ეს გესიამოვნოს რომ მოისმე. აი შინაარსის სიღრმე, ხო? შენ წიგნებს ჭირდება აუცილებლად ვინმე ისეთი, რომელიც შეაფასებს მხატვრულობას, მის ყველაფერს აბსოლუტურად. რამდენად ღირებულია. მადლობა ვუთხრა ჩემი წიგნის რედაქტორს ბატონ ბადრი სულაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება. არაჩვეულებრივი პიროვნება. რომელმაც ესე იმუშავა ჩემს წიგნზე და მისი დახმარებით და მეშვეობით გამოიცა ეს ჩემი ბოლო კრებული. მეცეუბნები ბადრის ძალიან დიდ მადლობას, ჩემი დიდი მეგობარია, ძალიან დიდი პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი პოეტი არის ძალიან კარგი ადამიანი. უაღრესად, ნამდვილად კარგი ადამიანია.
სალომე, ჩვენ ვიდრე მე ისევ გადავიდოდეთ ამონარიდს წავიკითხავთ, რაღაცას კიდე შეკითხვები ჩავთოთ შიგადაში. შენ ხარ ბარიდან. აი ეს კოკროჭინა ულამაზესი ქალაქი, ბარი, თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით, აი ეს რაღაცა პატარა ქუჩებით, რაღაცა სასწაული სილამაზის ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, ხო? ნამყოფი ვარ და ძალიან მომეწონა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშიც ვიყავით, იქ მოვილოცეთ და მთელი ამბები. და ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართველია. უამრავი. იცი რა მაინტერესებს? აი ეს ქართველები ხო არ არიან ტურისტულად ჩასულები, ყველას ემიგრანტის ბედი აქვს, ხო და მუშაობენ ესენი. აი როდის ხდება თქვენი აი სახლის გარეთ, ანუ აი სახლის სამსახურის გარეთ თქვენი შეხვედრები და აი ის ემოციები, რომ ალბათ აი მე ასე წარმომიდგენია, რომ ალბათ როცა ერთმანეთს ხვდებით ეს ქართველები რაღაცა თითქოს თავიდან აღმოაჩენთ თქვენ წილ საქართველოს თითქოს. რა თქმა უნდა, ეს ყოველი თითოეული ემიგრანტი არის ჩვენთვის დიდი იმედი. ემიგრაციაში შეძენილ მეგობარს სხვა დატვირთვა აქვს, რაღაცნაირად ოჯახის წევრები ვხდებით ხოლმე ეს ადამიანები. ხვდებით კვირაში ერთხელ თუ ამის ფუფუნება გვაქვს, ან ზოგჯერ ორჯერ გააჩნია ის როგორი გრაფიკი აქვს დასვენების დღეების. წარმოიდგინე და არიან ემიგრანტები, რომ საერთოდ გამოუსვლელად მუშაობენ იმის გამო, რომ ცოტა მაღალი ხელფასი ქონდეთ და ფაქტიურად თავის თავს იპატიმრებენ ასე ვთქვათ. აი რა მძიმეა. ხო. ძალიან მძიმე ხვედრია, ძალიან. ძალიან მძიმე ხვედრია. ხო, ჩვენ იცით ემიგრაციაში როგორ არის, ვისაც რა მოთხოვნილებები აქვს სულიერად იმის და მიხედვით ხდება მეგობრობაც. თუმცა ცხოვრებაში წესია, არა მარტო ემიგრაციაში. აი მაგალითად ჩვენს გარშემო არის შეკრებილი ისეთი ადამიანები, ვისაც მოსწონს შემოქმედება. ვისაც მოსწონს ლექსი და ძალიან ხშირად სხვათა შორის ვატარებ ხოლმე მე თვითონ იქაც ვერ ვისვენებ ასე ვთქვათ და ვარ რამდენიმე ღონისძიების ავტორი, შემოქმედი ასე ვთქვათ, ჩამიტარებია კონცერტები, საქველმოქმედო საღამოები, წლების წინ სპექტაკლიც კი დავდგით ჩვენ ემიგრანტებმა, ჩემი მოთხრობებით მიხედვით და რა საინტერესოა. კი, საინტერესო იყო ნამდვილად. სამწუხაროდ მე კოვიდმა მოგვიწია ამ სპექტაკლს არ ეღირსა განვითარება, ერთხელ გამოვიტანეთ სცენაზე და მე დაიწყო ეს კოვიდის პერიოდი და მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, იგივე გაიმეორა რომის ემიგრაციამ და 26-ში ქონდეთ სხვათა შორის პრემიერა, იქაც აღმოჩნდა ანუ ეს ჩემნაირი ქალბატონი ლალი ლატარია, რომლის ინიციატივითაც დაიდგა სპექტაკლი, მაგრამ იმას ეტყობა დაეხმარა მოზარდ მაყურებელთა თეატრი და მაშინ გასაგებია. ხო, ანუ ხელშეწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, თან თუ ეს თეატრიდან მოდის ხელშეწყობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იქ უკვე აღარ გაქვს საფიქრალი დეკორაციებზე, იმაზე 1000 ნიუანსი. კი ბატონო, რომ თეატრს სპექტაკლი არ იყო ასე დახვეწილი, მაგრამ რაც იყო, ეს იყო ძალიან დიდი შრომის აფასური და ძალიან ემოციური იყო საყურებლად, ყველა აღნიშნავს ხოლმე. აბა რამე წავიკითხოთ, აი 5 წუთი გვჩებ, 10 წუთი დაგვრჩა ჩვენ და თუ გინდა პროზიდან წაიკითხეთ, თუ გინდა პოეზიიდან, რომელიც გაგეხარდება. ძალიან დიდი რო არ იყოს, სალიკო. კი ბატონო, აი ეს მეორე წიგნი, ჩემი პროზა, ეს არის მეორე პროზაული დამწყდეული წერილები, არის სათაური, ერთ-ერთი პატარა ჩანაწერები, ჩანახატების სახით არის. ამ მოთხრობის სათაური აქვს ამ წიგნს და სხვა მოთხრობებიც შედის, რა თქმა უნდა, ამ წიგნში. გასაგებია, აბა გისმენ? მამონარიდს წაგიკითხავთ. კი ბატონო. შენ ვინც ახლა ამ წერილს კითხულობ, იცოდე, ჩემს უკანასკნელ ფიქრებს გიზიარე. და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მოვეფაქიზე.
ალბათ ხელის აჩქარებული მოძრაობით ცდილობ მოაშორო ხიარები, წყალმცენარეები, წვრილი მოლუსკები, გახსნა ბოთლი და სულ მოუთქმელად წაიკითხო ბოთლში დამწყდეული წერილები, რომელმაც ჩრდილოეთის ქარიშხლებს გაუძლო. მაპატიე, იმედი გაგიცრუე, აქ არც მეკობრეთა მიერ დამარხულ განძიათ საუბარი, არც ვინმე კაპიტნის უკანასკნელ ანდერძზე, არც აცკეტების დედოფლის სამარხზე. ეს მხოლოდ ჩემი პატარა ნაკვალევია წყალზე, როგორც მზის სხივების ალმაცერი თამაში. აქედან ყველაფერი იმდენად შორია და მიუწვდომელი, არც კი მგონია შენამდე თუ მოაღწევს, მაგრამ მე ერთი ჩვეულებრივი მეოცნებე გოგო ვარ და მჯერა ისე არ გავქრები. ვინმე ჩემს არსებობაზე არ დავაფიქრო. ჯერა ვიღაც აუცილებლად იპოვის ჩემს გადაგდებულ ბოთლს 1000 კილომეტრის მოშორებითაც კი და გაიგონებს ჩემი გულის ხმას, როგორც უკანასკნელ ამოძახილს. ესეთი ამონარიდია. ძალიან კარგად წერ სალომე, ძალიან კარგად. აი ადამიანის ბუნებას, შინაგან ბუნებას, ადამიანურ ბუნებას კარგად გადმოსცემ და აღწერ და განცდებს ადამიანებისას, რაც ეს მიუთითებს შენს დიდ მწერლურ პოტენციაზე, ანუ ასე ვთქვათ. კიდე თუ გინდა წავიკითხოთ მოვასწრებ. სულ პატარა ამონარიდი მინდა წავიკითხო, ესეთი მოთხრობა მაქვს ლაზარე, მოგეხსენებათ ლაზარე ასოცირდება საქართველოსთან, ქართულ ენასთან და ესეთი კუთხით მაქვს. სტუმარ მასპინძლობა ძველთაგან მასწავლეს და ვერაფრით ვერ მოვიშალე ეს ჩვეულები. ტერმოყარეს არ ნახულ სუფრას ვუშლი და გულს ვუჩვენებ. სხვა თუ არაფერი მექნა, ჩემი სისხლის ნაჟურს შევასმებ და ჩემს მოწეულ პურს დავუწყობ ტაბლაზე. როგორ უყვართ მერე, დებონებივით აბორგდებიან, თვალებში დამცინავი ყინული გაულღვებათ ხოლმე მლოშნიან და მეფერებიან ხუჭუჭა თავზე. მერე უცებ გაახსენდებათ ჩემი სიმცირე. კედმაღლურად გადმომხედავენ და მეტყვიან. აბა, პატარა ბიჭო ლექსი მოგვიყევიო. მე არ ვიმჩნევ წყენას, თვალცრემლიანი დგები და ვუყვები გადამთიელებ ჩემი სამშობლოს სილამაზეზე, კავკასიონის ქედზე მიჯაჭულ ამირანზე, უღრან ტყეში დაკარგულ ბატკანზე და დედაჩემზე, რომელიც ანჩის ხატის ღვთისმშობელივით ლამაზია და ახლა ისე მენატრება, რას არ მივცემდით, რომ ერთხელ მაინც შემეძლოს მისი ხილვა, მაგრამ დედაჩემი გაყიდული მონასავით ემსახურება ვიღაც უგულო ბებერს და დამადრებულ პულს ლოღნის, სტუმრებს ჩემი ტკივილის არაფერი ესმით, უბრალოდ სადღაც გულის კუნჭულში მინავლებული ემოცია წამიერად წამოანთებს და ერთ-ორ კაპექს წყალობასავი ჩუქნია. მოკლედ ეს ერთ-ერთი ამონარიდი. ესა სალომე ჩვენ მე არ მინდა ისე დავამთავროთ გადაცემა, რაღაცა წუთები დაგვრჩა. შენ აქ გაქვს ახალი წიგნის წარდგენა, როდის გაქვს? ჩემი შემოქმედების საღამო გაიმართება 25 ივლისს მწერალთა სახლში, მაჩაბლის 13-ში, მაჩაბლის 13 ნომერში მოგბრძანდით. რომელი წიგნის? აი ამ ორი წიგნის, ფაქტურად ამ წიგნის პროზა, პოეზია, ჩემს ამბავს წეროები მოგიყვებიან და ბოთლში დამწყდებული წერილები. მე აუცილებლად გეწევი, რა თქმა უნდა და აი ბოლო შეკითხვა მაქვს ესეთი. როდის მიდიხარ სალომე და რა სტოვებ შენი წასვლის მერე? მივდივარ აგვისტოს დასაწყისში, ბრუნდები იტალიაში. ეხლა უფრო მიჭირს თქვენ წარმოიდგინეთ აქედან წასვლა და ძალიან არ მინდა სამშობლოს დატოვება. ტოვებ დიდ იმედებს, რომ მალე დავბრუნდები და თქვენს გვერდით ვიქნებით. ერთი ლექსი თუ შეიძლება უცებ. მოვასწრებთ, აბა, მიდი. ანდერძის სამშობლოს. ეკნებ შენამდე ვერ მოვაღწიო. ჩემო სამშობლო მტრედის თვალებავ. გულგაგლეჯილი ვნახონ საწოლში ჩემმა ლურჯ-თვალა ამორძალებმა იქნებ დამმეწყრო სადმე გრიგალმა. თამ მომიღეროს რისხვით მუშტები, რომ ვერ გიხილო ჩემო წიქარა, თვალში ცრემლებად ამოუშრეტი, ქალმა წაიღოს ჩემი დალალი, ციმციმ ატარონ, ლურჯმა ტალღებმა, მერე გეტყვიან, როგორ გმალავდი აფეთქებული ლექსის ნამღმებად, არ დაიჯერო, რომ დამავიწყდი, გზები მიჭერენ ყელზე თოკივით, ეს შენ გეკურთხნის ხორცი, სამიწე და სული, მუდამ დაუოკები იქნებ ეს ბოდვა, ბოდვებად დარჩეს ანღამეული
სიზმრის კოშმარად, მეც მოვეფერო შენს ლამაზ ბახჩებს, მეც გიგალობ ტკბილი ოსანა, თუ სადმე ვნახო, სისხლად დაღვრილი, შენს მკერდზე მოვალ, წითელ ყაყაჩოდ, თუ კი ვერ მოგწვდეს ჩემი ძახილი დამღვრეულმა ჟამმა დამახსჯოს, არ დამივიწყო, დედას გაფიცე, შენ ჩემო მიწავ, ქრისტეს პერანგავ, ეს შენ გეკუთვნის ხორცი, სამი წე, აფეთქებული ლექსის კელაპტრად. რა თქმა უნდა, არც ერთ ემიგრანტს არ დაივიწყებს დედას სამშობლო და კაი ახლა არ მატირვამ დასასრულს და მოკლედ ჩვენი გადაცემა დასრულდა. დიდი მადლობა სალომე შენი არაჩვეულებრივი ძირფასო მოწვევისათვის და იშვიათად დიდი ბოდიში ამ ემოციებისთვის, რომელიც ჩემი ძალიან დიდი მადლობა შემოვიტანე. აი ამ არაჩვეულებრივი შემოქმედებისთვის ჩემი სტუმარი გახდათ ქალბატონი სალომე გოგოლაძე, იტალიიდან ემიგრანტი საქართველოში, ემიგრანტი სტუმრად საქართველოში. სიყვარულით გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე თქვენ უყურებდით საავტორო გადაცემას სათნოების საათი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე ციცი გურიელი. კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან. ნახვამდის.